დავიმაგრო. გამარჯობა ყველას მოგესალმებით. ვიდეო სათაურიდან მიხვდებოდით თუ რაზეა ვიდეო. აქ არ იქნება არც სირბილი, არც ფიტნეს დარბაზში, ვარჯიში და ასე შემდეგ რა მოკლედ. დღეს მინდა ვისაუბრო ზოგადად მიზანზე თუ რას ემსახურება ჩემი ვიდეოს ძალიან კარგია. მოკლედ, რას ემსახურება ჩემი ვიდეოები, რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. თუმცა ამ ვიდეოს ინსპირაცია მართალი გითხრათ მე არ ვიყავი. ჩემი ერთ-ერთი გამომწერი იყო, რომელმაც დამიკომენტარა, ციტირებ, ვერ გავიგე რა გინდა. გონი ეგრე დაწერა. როგორც მახსოვს. საკმაოდ რთული შეკითხვაა. იქვე უპასუხე რომ რთული შეკითხვა არის მეთქი. იმიტომ რომ მართლა რთული შეკითხვაა, ადამიანს რა გინდა რო კითხავ, გააჩნია რა მიმართულებით. თუმცა მე დღეს ვაპირებ უფრო ვისაუბრო ამ თემაზე. ზოგადად ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და ბაღაყები მაწყვეტიები. რამდენჯერაც დავიწყებ საუბარს, ზუსტად მაშინ ყიყინებენ. ვინც არის ის და ვინც ის მე ვარ ნიკიტა ხუფასარია. ვინც თვალს მადენებით ამ პერიოდის განმავლობაში, ზოგადად 6 თვეა თუ 7 თვეა მგონი რაც დავიწყე ვიდეოების აქტიურად ატვირთვა. YouTube სივრცეს გულისხმობ, TikTok-ზეც ვარ აქტიური, თუმცა ეს ბოლო პერიოდი, არ ვდებდი ვიდეოებს. ახლა არ დავიწყებ ბანალურად გამომივა იმის თქმა, რომ რიგითი ჯარისკაცი ვარ, ან პირიქით. მე ვარ ყველაზე მაგარი და ასე შემდეგ რა, მოკლედ. იმ ადამიანებზე მაგარიც, ვინც რავი, დღის 2 საათზე იღვიძებს, მე კი მაშინ უკვე 2ჯერ ვივარჯიშე, 5ჯერ ვიკვებე და ასე შემდეგ რა, მოკლედ. რასაც წავაწყდებით ხოლმე. მეც მაქვს სისუსტეები, არ დაგიმალავთ. მაგრამ აი ამ სისუსტეებს უნკლავდები რა. საკმაოდ რთულია რა. მე თუ მკითხავთ. არც მინდა დავარცხნილად რომ საუბრობ ხოლმე რაღაცეებს რა. ეგრე საუბარიც არ მინდა. ნახშირწყალი კარგია იმისთვის რომ ასე და ასე და ეგრე არ ვაპირებ. მაქვს საკმაოდ დიდი ამბიციები. და ასეც უნდა იყოს ჩემი აზრით, რადგან ამბიციების გარეშე და დისციპლინის გარეშე ადამიანი ვერ განვითარდება. ჩემი ხედვა ეგეთი არის. ადამიანს თუ უნდა იყოს წარმატებული, უნდა იყოს ამბიციური. და რაც მთავარია, ამბიციას თან უნდა ახლდეს დისციპლინა. დისციპლინაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობ, მე თითქმის ყოველ ვიდეოში ვსაუბრობ დისციპლინაზე, რადგან ბევრს ერევა რა. ჩემი აზრით ბევრს ერევა. საუბრობენ мотивაციაზე და დისციპლინაზე, ამ ორს ადარებენ ერთმანეთს და ასეთ რაღაცას ამბობენ, რომ мотивაცია დროებითია, დისციპლინა კი მუდმივი არის. და მსგავს რაღაცას. ჩემი აზრით ეს ორი რაღაცა საერთოდ სხვადასხვა რაღაცეები არის რა. მე ესე უყურებ ამ ყველაფერს. ჩემი განმარტებით мотивაცია არის, როდესაც ადამიანს კონკრეტულად სურვილი უჩნდება რაღაცა მიზნის მიღწევის რა, მოკლედ. ასე რომ ვთქვათ. ეს არის შემართება, мотивაცია არის შემართება. мотивაციას უნდა უყურე როგორც შემართებას. ინსტრუმენტს ერთგვარს რა, წარმატების მისაღწევად. პირველ სტადიას რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე მოდის დისციპლინა. мотивაციას ანაცვლებს დისციპლინა. დისციპლინის დროს რა ხდება? გვაქვს რაღაცა მიზანი და ამ მიზნისკენ მივდივართ დისციპლინირებულად, ყოველდღიურად. თითეული ნაბიჯით ვუახლოვდებით ამ მიზანს. თუნდაც ვარჯიშის შემთხვევას რო დაუკავშიროთ ეს ყველაფერი. ვარჯიშობთ ყოველდღიურად, ყოველ მეორე დღეს. დასვენებების შუალედებით რა, მოკლედ. და ყოველდღიურად ვუახლოვდებით წარმატებას. ამ ყველაფერს რა ქვია ყოველდღიურ ნაბიჯებს, რომ ერთი და იგივეს ვიმეორებთ და დღეს არ ვაგდებთ. არ ყოფილვარ რაღაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული. მშობიდანვე არ ყოფილვარ აქტიური. თუნდაც რო იტყვიან ბავშვობაში ფეხბურთზე, რაღაც ეზოში, თამაში, მეგობრებთან ერთად, ან თუნდაც სირბილი და ასე შემდეგ რა, მოკლედ. ყოველთვის ვიყავი მარტო. შესაბამისად, ძირითადად კომპიუტერულ თამაშებით ვიყავი დაკავებული. სიმართლე ის იყო, რომ არც არავინ არ მეძახოდა, მოდი ვითამაშოთ, მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ, ჩამოდი და ასე შემდეგ რა, მოკლედ. იმიტომ რომ იცოდნენ, რომ კარგად არ გამომდიოდა ფეხბურთის თამაში და არც
დიდად აქტიური ვიყავი ფიზიკურად. რთულია, როდესაც თანატოლებთან ერთად ვერ თამაშობ თუნდაც ფეხბურთს და არც გეძახიან ფეხბურთს სათამაშოდ. აი ამ რაღაცებში ნამდვილად ჩამოვჩებოდი თანატოლებს. თუმცა ეხლა გამოვასწორე ყველაფერი და ვამაყობ საკუთარი თავით. თუნდაც იმიტომ, რომ 130 კილოზე მეტი ვიყავი და დღეს უკვე 88 კილო ვარ. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ თავს მოუწყვე ჩელენჯი 352 კილომეტრის გავლა ძუნძულით თბილისიდან ზუგდიდამდე. დაახლოებით 6-7 თვის წინ ვიყავი 130 კილო. ამის გამო მქონდა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები. ექიმთანაც გავიარე კონსულტაცია და მითხრა, რომ ვერ ივარჯიშებო დროებით მაინც, რადგან მქონდა წნევის მკვეთრი ვარდნა. ვიკვებებოდი არაჯანსაღად. სიგარეტსაც ვეწევოდი. დღესდღეობით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. აღარც სიგარეტს არ ვეწევი. ჯანსაღად ვიკვებები. შესაბამისად, ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად მაქვს. ნამდვილად რთული იყო ჩემთვის ჯერ თამბაქოს შეწყვეტა, ანუ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა და შემდეგ უკვე ჯანსაღ ცხოვრებაზე გადაწყობა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი. ვუბრუნდეთ იმ თემას, თუ რა არის ჩემი მიზანი. რაც ერთ-ერთმა გამომწერმა დამიწერა კომენტარებში. ვერ გავიგე რა გინდაო. ფიქრობ, ჩემი მიზანი და დანიშნულება ის არის ამ მომენტისთვის, რომ მაქსიმალურად მივაწვდინო ხალხს ხმა. ხალხს, ვინც იკვებება არაჯანსაღად, მოიხმარს ალკოჰოლს, მოიხმარს თამბაქოს და ინადგურებს საკუთარ თავს. მინდა გავხდე მაგალითი ბავშვებისთვის, დამწყებებისთვის, ვისაც სურს შეცვალოს ცხოვრების სტილი. მინდა დავანახო ყველას, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის. თავარია დისციპლინა, მიზნისადმი ერთგულება, შრომა. მე შევძელი და ამოვედი ჭაობიდან. შეგიძლიათ დასახო მიზანი, დღესვე დაიწყო. თუნდაც ამ ვიდეოს ნახვიდან ეგ რა თქმა უნდა გამიხარდება. თუ დაისახავ მიზანს, დამიწერე კომენტარებში. დღეს 99% არ გეტყვის სიმართლეს, რადგან მისი პროდუქტი არ გაიყიდება. ყველგან რეკლამა არის. გადახედე, აი, ნებისმიერ ვიდეოს გადახედე. ყველგან არის რეკლამა. ამნე რაღაცეების, რომელსაც არ უნდა გაეკაროს ადამიანი. ერთმანეთს ჩელენჯებს უწყობენ რაღაცეების ჭამით რა, ანუ უკვე დადიან ასე მასშტაბურად და ვინ უფრო მეტ შეჭამს, აი ამას შეჯიბრებიან ერთმანეთს. ვინ უფრო რამდენ ლარიანს შეჭამს რა მოკლედ. ტრაგედია რა არის, იცი? ამ ყველაფერში არის ჩართული ბავშვებიც და ისეთი ადამიანებიც, რომლებაც დღესვე უნდა დაიწყონ დიეტა. რეალობას უნდა ჩახედო თვალებში. ეს არის რეალობა. მართალია ეკრანიდან მიყურებ, მაგრამ შენ შეგიძლია გამოხვიდე გარეთ, ივარჯიშო, დატკბე რაც შეიძლება სუფთა ჰაერით, იკვებო ჯანსაღად, დაისახო მიზნები, მიაღწიო შენს მიზნებს და იყო ბედნიერი. ჩემი აზრით ეს არის ბედნიერება.